გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენი კანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი. გამარჯობა, მოგესალმებათ, ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრს ონისე ცხადაძე ძალიან მოგვენატრა პირდაპირ გეუბნებით. იმიტომ რომ რაღაცა მქონდა ხოლმე სამსახურში ონისე რო იყო ყოველთვის ხალისი იყო. და მასთან ერთად ყველა დაკავებულ პატიმარს უცხადებ სოლიდარობას. სოლიდარობა ყველას და ყველას უსურვებ მალე გათავისუფლებას, ვირფასო მეგობრებო. მალე შეიძლება დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან უკვე ადამიანებს სასამართლოში იბარებენ Facebook პოსტების გამო. უამრავი ადამიანი მათ შორის TV პირველის ფორმულა ჟურნალისტები, აქტივისტები ყველა დაიბარეს სასამართლოში და Facebook პოსტების, რა თქმა უნდა, პოსტების გამო ახალი კანონის მიხედვით იკრძალება ჩინოვნიკების შეურაცხყოფა თურმე. რა ხდება? სტატუსების გამო ვაჯარიმებთ და ვიჭერთ უკვე ადამიანებს. ესე გამოდის. ერთი რამ დაიმახსოვრეთ, საქართველოს ჩრდილო კორეა არ გახდება. ბელარუსია რატომ არ ვთქვი? ბელარუსიას გავხდით კაცო. კი არა და უკვე გადავასწარი და ახლა უკვე ახალი სლოგანი გვაქვს მოსაფიქრებელი საქართველოს ჩრდილო კორეა არ გახდება. უფრო მძაფრადაც შეიძლება ჩრდილო კორეაც აღარ უხდება უკვე სხვა ფრაზა გჭირდება საქართველოს ჯოჯოხეთი არ გახდება. ესეც კარგია. ახლა სათხართ ის აპოლიტიკური ხალხი მარტო Facebook სტატუსებით რომ შემოიფარგლებოდით ხოლმე. მოადგა თუ არა პოლიტიკა Facebook-საც. ჯერ სათხართ TikTok-ზე ზოგიერთი ცეკვაც რო დაჟძადი გახდება. მერე გამოფხიზლდებით ყველა. სულ მეღიებება ხოლმე ადამიანები რომ ამბობენ რომ ეს მთავრობა ამას არ იკადრებს. ამას ვერ გაბედავენ. რას უკაცრავად. უკვე ისეთებს ბედავენ რომ ვერც წარმოგიდგენიათ. Facebook პოსტების გამო სასამართლოში რო იბარებენ ხალხს. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე რომ პოსტები ვის აქვს დალაიქებული. იმათ დაიბარებენ და დააჯარიმენ. მე ვიღაცა გამოადა იტყვის რომ ამის მერე რომ კიდე რაღა უნდა გაგვიბედონონ. აგერ ნახეთ ბიძინას რო ზებრა მოუკვდეს, ამაზე ცხარეცლები თუ არ გატირონ. აგერ იქნებით თქვენ და აგერ მე და თან ტირილთან ერთად გასვენებაში ფულსაც დაგადებინებენ. იცით რატომ ვართ ესეთ დღეში? ეს იმის ბრალია მშვიდობიანი პროტესტის ფორმით, რომ გვინდოდა ამ ხელისუფლების შეცვლა. ახლა უკვე პირიქითაა, მშვიდობიანი ფორმებით ყველას უშვებენ ციხეში. უკვე ის ხელისუფლებაც მშვიდობიანი ფორმით მოგვიდგა, ხვდებით რა შეესაქმე? ამ ფინანსურად გაგუდავენ. ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტი მშვიდობიანი პროტესტი იქნება, მით უფრო მშვიდობიანად მოგვიღებენ ბოლოს, ვირფასო მეგობრებო. ისე მართლა არ გვინდა მთავრობის წევრების შეურაცხყოფა. მოდი ასე შევთანხმდეთ, ვირფასო, რა გვინდა ახლა ეს ჯარიმები და პრობლემები. ავიღოთ რამდენიმე სიტყვა და სიტყვით მოიხსენიოთ ოცნების ჩინოვნიკები, ავირჩიოთ რამდენიმე სიტყვა ჩვეულებრივად, მაგალითად ბაჯაღლო. მშვენიერი სიტყვა, რომელიც ნიშნავს უმაღლესი ხარისხის ოქროს. ოცნების ბაჯაღლო დეპუტატი ესა და ეს, უმაღლესი ხარისხის ოქრო ადამიანი ესა და ეს დეპუტატი. არსებული კანონი შეიძლება კიდევ გამკაცდეს და გინება შეიძლება დაემატოს წყევლა. ნახოთ გიავორსკის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე. წყევლას გააჩნია ჯერ ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი. რა საინტერესო წყევლის აკრძალვას აპირებს პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ფრაზებით გადაშენდი აქედან და თუ ხუთიან შემოხაზავ ხელი გაგიხმებათო, ამით არიან მოსულები. ამ კანონის ბოლომდე ამოქმედების შემდეგ ხალხში გვექნება ასეთი ჩხუბები უკვე. ხა გიდებები ხო აღარ შეიძლება. ესეთ ჩხუბები იქნება. უხშენიც და უხშენიც. წადი შენი, ვისეუნები წადი შენი, წადი შენიც და წადი შენიც. შენ თუ მე კაცი არ ვიყო. მე კაცი არ ვიყო, შენც თუ ესემა.
ნუ ასე იქნება რა, ცემით დაასისხლიანებენ ერთმანეთს, სამაგიეროდ არ დაიჭერენ, ეგ არის აქ თავი. დიდი წმენდაა ძალოვან სტრუქტურებში, მოხსნეს კუპატაძე, სირაძე ხარება. გეკა გელაძემ დახსნა სანქცირებული ჩინოვნიკები. გეკა ისტორიაში შევა როგორც დიდი რეფორმატორი, სანქცირებულთა შემმუსრელი და პატრულთა გამაერთიანებელი. გეკა პირველი ბრწყინვალე. ნუ ხარება რას იზამს, ნახოთ, მეშინია გეკა თავდადებულად არ გადაიქცეს. არის ამის საშიშროება. სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე. ნუ ესე იგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მისი გატაცების დროს ოხანაშვილი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორცზე. ძალიან მოწადინებული იყო, როგორც ჩანს, ანრი ოხანაშვილი, რომ პირადად უნდოდა ბიძინასთვის მიერთვია ბაჩიაშვილი ძვენივით. ამით ბიძინას დაუმტკიცა ერთგულება. მაგრამ ერთი რამ ავიწყდება, რომ ბევრი ეგეთი ერთგული დახეტიალობს ადეკვატურად ქუჩებში, უმუშევრად და სენსიტიურად დადიან დღეს ქუჩებში დახეტიალებები. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ანგარიში წარსდგა სახალხო დამცველი ლევან იოსელი, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა აქციების დროს ძალოვანთა მხრიდან ძალის გადაჭარბებაზე და უკანონო ქმედებაზე. ნუ მას შეეპასუხა ამიერკავკასიაში უძლიერეს პოლიტიკოსი, ქალბატონი ნინო წილოსანი. ნახოთ მისი ესეთი რეპლიკა. მომესმა თუ იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაცა მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ. მე უცნაურა ნამდვილად. ხო, ნინო, აშკარად რაღაცა ბოდვასთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ ჩემი თვალით დავინახე, ჩემი თვალით რომ გურამ როგავას როგორ დაეცა მეხი თავზე და თავი გაუხეთქა. ხალხო, ესე არ იყო, მეხი დაეცა იმ მომენტში. და მაკე ჩიხლაძე კიდევ ქარბოლბალამ როგორ გაისროლა გვერდზე. ეხლა ამ ბუნებრივ მოვლენებს გადავაყოლოთ ეს ჩვენი მეტყრული ქვეყანა. თუ რაშია საქმე? ნინო, შენს გვერდით ვარ, დამირეკე. გუშინ პარტია ქართული ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენით ერთხმად მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ჩვენმა ქვეყანამ რამდენიმე ათეული ნაბიჯით დაიხია უკან. ნახოთ კანონი. მთავრობის ნებართვის გარეშე საერთაშორისო ცოდნის გაზიარებაც შეუძლებელი იქნება. ანუ რა ხდება ესე იგი? განათლებისთვის გრანტები მთავრობას უნდა შეუთანხმო, ასევე მოწვეული ლექტორები საზღვარგარეთიდან უნდა შეუთანხმო მთავრობას, ხალხო. უნივერსიტეტში რომ მოიწვიო ლექტორი, ან საავადმყოფოში მოიწვიო ქირურგი, უცხოელი ოპერაციისთვის, ეს ყველაფერი უნდა შეუთანხმო მთავრობას. აი რაღაც პროექტი გაქვს უნივერსიტეტისთვის და ნუ გირეკავს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. მე მივიღე გადაწყვეტილება და წავიკითხავ ლექციებს პროექტის ფარგლებში თქვენს უნივერსიტეტში. და თქვენ ეუბნებით, რა არის ისი, ჯერ რაჟდენ კუპრაშვილს შეუთანხმებ. და მე გადმოგირეკავთ, ამას ეუბნები რა აქედან. სკანდალური განცხადება გაკეთა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა. ნუ ქართული ოცნება ხომ ამბობს, რომ არ ადარდებთ სანქციები. არც თლათ მას არის საქმე. მოდით ნახოთ ევროპარლამენტარის საინტერესო ინფორმაცია. ევროპარლამენტარის ცნობით სანქცირებული მეოცნებები ევროპარლამენტში რეკავენ კითხვით, როგორ შეუძლიათ სიიდან გასვლა. ესე იგი რა ხდება? ევროსაბჭოში ჩუმად რეკავენ აქედან ხოცი დეპუტატები და კითხულობენ სანქციების სიიდან როგორ დაიხსნან თავი. რომ არ ეცნოთ, ორჯერ დაურეკა მდინარეზე ქალისყრით. და კობახიძემ სამჯერ. ნუ ბოლოს კობახიძე იცნეს, რადგან ქალის ხმაზეც ისე ლაპარაკობდა, როგორც ამჟამად ლაპარაკობს. ქართული ოცნება მაინც არ იტეხს იხტიბარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი მომხრეები დააჯეროს იმაში, რომ ევროპისკენ აქვთ გეზი. რამდენიმე დღის წინ, მაგალითად, ამის დასამტკიცებლად დიდი დელეგაცია გაემგზავრა მილანში და იქ გახსნეს ქართული საკონსულო. მოდით ნახოთ რა მოხდა სინამდვილეში. საკონსულო, რომლის გახსნაზეც მილანში ოცნების ნახევარი მთავრობა იმყოფებოდა, 2 წელია უკვე მუშაობს. 2 წელია ფუნქციონირებს ეს საკონსულო, ძვირფასო მეგობრებო, არჩევნები ჩაატარეს, ოცნება წაგებული აქვს მაგ შენობაში. არჩევნი 10% აქვს აღებული. ამათმა ახლა გახსნეს. აი ახლა გახსნეს, ანუ ვითომ აი ევროპაში ვართ, მილანში და გავხსენთ საქართველოს საკონსულო. მე მინდა საზეიმო ვითარებაში გავხსნა ჩემი ახალი გადაცემა.
გილოცავთ ყველას ვანოს შოუს დაწყებას, ვირფასო მეგობრებო. მართალია 2006 წელს დაიწყო ვანოს შოუ, მაგრამ გახსნით ახლა ვხსნით. ვულოცავ საკუთარ თავს, ჩემს ბენდს ვულოცავ, არაჩვეულებრივი დღეა დღეს, პირველი გადაცემა გვაქვს. და ყველა თელს შემოქმედებით ჯგუფს, სულ წარმატებები და წინსვლა. აი დაახლოებით ასე გახსნეს მილანის 2 წლის წინ გახსნის საელჩო კონცერტი. საერთოდ რა გააკეთეთ, იცი? ხალხს ხო მოკლე მეხსიერება აქვს, ხო ამბობენ. ხო და ყოველ თვე გახსენით ეგ საელჩო. ერთ თვეში მაინც გვავიწყდება ხოლმე რაღაცეები და წარმოიდგინეთ წელიწადში 12 საელჩო გაიხსნება, 12 ჯერ გახსნით. ხუმრობას აქ მე ხა 12 ჯერ ევროპაში ჩამოდი, ხსნი 12 ჯერ იხსნება. ასე უფრო დაუახლოვდებით ევროპას, მე მგონი. ყველაფერს იგონებს, მოკლედ ოცნება იმის დასამტკიცებლად, რომ დასავლეთთან ურთიერთობის და მიმოსვლის პრობლემა არ აქვს. საინტერესო ამბავი მინდა გავიხსენო, რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილმა წარმატებით ჩაატარა მორიგი ბრძოლა და შეინარჩუნა საჩემპიონო ქამარი ულოცავ მას ამ ძალიან დიდ წარმატებას. ამ ბრძოლას ქართული ოცნების სპორტის მინისტრიც ესწრებოდა. მე არ ვიცოდი თუ სპორტის მინისტრი ყოლია. და ამ ბრძოლას ესწრებოდა. მოდით ნახოთ როგორ გააშუქა ეს ინფორმაცია იმედმა და ამ სპორტის მინისტრსაც დააკვირდით როგორ გულშემატკივრობს. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მერაბ დვალიშვილისა და ამერიკელი შონ ომალის ბრძოლას დაესწრო. ანუ ვითომ არ იცის რომ უღებენ და სრულად სიჩუმეში იდგა და აქტიურობს. აი ეგრე მიდი დაარტყი აი ესე აკეთებს რა ერთ მომენტში რა და იქნებს ხელებს სრულად ესე არაბუნებრივად რა თან ამით ბიძინას აწონებს აი ამერიკაში ვარ და აი ნახე დვალიშვილს როგორ გულშემატკივრებს აი ნახე დაარტყი მიდი ანუ ვითომ არ იცის ამ კამერა აქეთ რა და არის რა ბუნებრივად რომ აი რაღაცა ქულები დაიწერა რა ეთერში არ გასულა, მაგრამ არსებობს კადრები, სადაც მეტი დამაჯერებლობისთვის გოგოლაძეს აი ამ კაცს ექიმი პირსახოც უნიავებს და ნიშადურის ასუნთქებს რაუნდებს შორის. ანუ ესეც დაზარალდეც იყო მოსასულიერებელი, ისეთ მდგომარეობაში იყო. ამ ხიარულ ნოტზე გავაგრძელოთ საუბარი იმედზე და ვნახოთ როგორ აფასებს საკუთარ ტელეკომპანიას მისივე მფლობელი და სანქციების ერთ-ერთი პრეტენდენტი ბატონი ირაკლი რუხაძე. ჩვენ ვართ გენიალური არხი იმედზე ამბობს. ჩვენ ვართო გენიალური არხიო განაცხადა რუხაძემ, რომელმაც გენიალური ბანკი უკვე მოიშორა თავიდან და გადაუფორმა ბაზის ბანკს, რომ ის გენიალური თავი არ დაუსანქციროს დასავლეთმა. არა და მანამდე ეს რუხაძე ინტერვიუში ამბობდა, რომ მე იმედს არ ვუყურებო. და ეთყობა ახლა ცოტა ხნით შეხედა თავის არხს და აღფრთოვანდა ამ ბინძური პროპაგანდის მაღალი ხარისხით. ამ აღფრთოვანებასთან ერთად ცოტა შიშებმაც შეიპყრო, ახლა ომის და გათხოვების ეშინია. იმიტომ რომ ესე არ ვიცი იმედს ვინც უყურებს, ყველას ეშინია ომის და გათხოვების და კაცებზე მაქვს საუბარი. მოდი გადავიდეთ ადგილობრივ არჩევნების შესახებ. ძალიან საინტერესო თემა. კვლავ გაურკვევლობა და უთანხმოება ოპოზიციურ პარტიებს შორის ამ საკითხზე. ლევან სამუშია იცით ლელოს წევრი ადამიანი, ეცა და არგუმენტით გაეცა პასუხი ამ თემაზე. მოდით ვნახოთ მისი შესანიშნავი კომენტარია. მონახოთ. არავინ არ ამბობს, რომ ესენი გაყალბებას გადაეჩვევიან. მაშინ არასდროს არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა? წარმოიდგინეთ 2025 წლის 5 ოქტომბერია ლევან. წარმოიდგინე 5 ოქტომბერი 4-ში ხوارი არჩევნები, 5 ოქტომბერი გათენდა. დილის 10 საათი ლელოს ოფისში არის ბრიფინგი. ლევან სამუშია გაბრაზებული სახით იწყებს. მეგობრებო, ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. და ამ დროს ჩვენ წესით ხო უნდა აღშფოთდეთ, მაგრამ აღშფოთების ნაცვლად ვიხოცებით ციცილით აქეთ ამ მხრიდან. ყველაზე რთული ამოცანა ახლა აქედან მოიფიქროთ რა თემაზე ჩაატარებთ ბრიფინგს 5 ოქტომბერს, თორე არჩევნები რომ გაყალბდა, ეგ უკვე ვიცით 13 ივნისს აგერ. იქ უნდა გადახარჯოთ 5-ში და უნდა ჩაატაროთ რისი ბრიფინგი. აი საფეხბურთო ნაკრებივით არის ეს პარტია რა, ეხლა ეს პარტია, ვინც ეხლა მაგალითად არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ადრე რომ ვაგებდით, აღარ უნდა მიგვიღო მონაწილეობა შესარჩევ ტურნირებში ფეხბურთში? აი ესეთ კითხვას დასვავ. კი, მაგრამ აქ ერთი დიდი განსხვავებაა. წარმოიდგინე სათამაშოდ გადიხარ სტადიონზე, სადაც მაყურებელი, მსაჯები, ყველა მოწინააღმდეგე გუნდს ყავს ნაყიდი.
და მოწინააღმდეგე გუნდის მხარეს კარიც კი არ დგას, ანუ რომ გოლი გაუტანო. ლევან. აი ესეც შედარება აქვს თვითონ ახლა ამ ადგილობრივ არჩევნებს. აი ხო ბევრი პოლიტიკოსის, პოლიტოლოგის და ექსპერტის აზრი მოგვისმენია ასეთ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამ საკითხზე მეც ბევრი ვიფიქრე ძვირფასო მეგობრებო, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, მაგრამ პასუხი ამ ყველაფერს დავით აქუბარდიამ გასცა, ვნახოთ ვიდეო. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობ თუ არა? რას საკეთებ იმისთვის, რომ რიგარიში არჩევნები? ბაჭის გაგჟიბავენ და რა. ხოდა არჩი გამონაწილეობ, არჩი გეშევლება. ერთი სიტყვით ამ თემის სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ ვეთანხმები აქუბარდიას დასკვნას თვითფასო მეგობრებო. მეგობრებო, ნუ მივეცემით ნიჰილიზმს. მე მინდა დღევანდელი მონოლოგი ოპტიმისტური გეგმით დავასრულო. როგორც იქნა ეს გეგმა შევადგინე და დავწერე. გთავაზობთ გეგმას. ჩვენ ახლა უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ეს ხელისუფლება რომ გაუშვათ, აუცილებელია ყველა ოპოზიციური ლიდერი დაჯრეს და გააკეთოს თავისი აქტივის მობილიზება. ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და შევიდეთ ადგილობრივ არჩევნებში. ყველა, მაგრამ სხვა გეგმით. ერთი ძლიერი კანდიდატი უნდა ავირჩიოთ და მაგალითად მერობაზე დავაყენოთ მხოლოდ ხონში. სხვა ქალაქებს არ ვაყენებთ, ქალაქებში არ ვაყენებთ, არ არის საერთოდ. მხოლოდ ხონში ვაყენებთ ერთ კანდიდატს. ხონს რომ მოვიგებთ, 4 წლის მერე უკვე მეორე ძლიერი კანდიდატი შემოყავს და ვაყენებთ ტყიბულში. ტყიბულსაც რომ მოვიგებთ, იმიტომ რომ მთელი რესურსი ტყიბულზე იქნება მობილიზებული. ტყიბულსაც რომ მოვიგებთ, კიდე 4 წლის მერე სენაკში ვაყენებთ უკვე ძლიერ კანდიდატს. უკვე სენაკს ვართმევთ ქართულ ოცნებას და ასე 100 წლეულებზე უნდა გავთვალოთ და ესე თითო ქალაქი უნდა გამოვგლიჯოთ ქართულ ოცნებას. დაახლოებით 2268 წელს უკვე ყველა ქალაქს გამოვგლეჯთ და მერის არჩევნები მოგებული გვაქვს ძვირფასო მეგობრებო და აი ამის მერე ქართული ოცნება რომ მოყანყალებული იქნება უკვე იმიტომ რომ ყველა ქალაქი დაკარგული აქვს უკვე უნდა დაიგეგმოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დაახლოებით 150 წლიანი გეგმა. ამიტომ ბრთები არ ჩამოყაროთ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამიტომ ვერ მოგვერევიან. ამიტომ ვერ მოგვერევიან. 200, 300 წელი იყოს, 400 წელი, მაგრამ ვერ მოგვერევიან. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალს აფორმებს ბენდი თამაშს ხეზოდი მადლობა. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარა მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.